ჩემი ნაშრომი ყვება ახალგაზრდებზე, უმეტესად სტუდენტებზე, რომლებიც დასაქმებულები არიან კომპანია Evolution-ში. ამ ადამიანებმა დაიწყეს ბრძოლა შრომითი პირობების გაუმჯობესებისთვის, ღირსეული შრომითი გარემოსთვის და თავად შექმნეს პროფკავშირი და ადვოკატირება გაუწიეს საკუთარი უფლებების დაცვას. საინტერესო იყო იმის ნახვა, როგორ აკვირდებიან ახალგაზრდები თავიანთ სამუშაო გარემოს და როგორ იბრძვიან საკუთარი უფლებების დასაცავად და იმ სივრცის გასაუმჯობესებლად, სადაც მათ უწევთ მუშაობა და გაღება კონკრეტული ენერგიისა, რომ შემდგომ უკვე შემოსავალი მიიღონ. და რამდენად არის ეს შემოსავალი აი ამ დახარჯული ენერგიის საპირწონე. წელს რადიკალურად განსხვავებული ვითარება აქვს ქვეყანაში, პოლიტიკურად, სამართლებრივად, მძიმე კრიზისში ვართ. ყოველდღიურად ჩვენ გვიწევს ბრძოლა იმისთვის, რომ მოვიპოვოთ ინფორმაცია და შემდგომ ეს გავაშუქოთ და ასეთ დროს რომ არსებობს ნათელი წერტილი ადამიანების გაერთიანება, რომლებსაც სჯერათ კარგი ჟურნალისტიკის და ხედავენ ჟურნალისტიკის როლს დემოკრატიის მშენებლობაში, ეს არის დიდი წახალისება და დიდი мотивация ჩემთვის როგორც ჟურნალისტის და ამას აკეთებს სწორედ ევროკავშირი.